მე მინდა დღევანდელი პროცესის შეფასებით დავიწყოთ და ზოგადად ვისაუბროთ ამ პროცესზე. საბა ჯიქია 4 წლით და 6 თვით ალბათ მოსალოდნელი იყო და მისთვისაც ალბათ მოსალოდნელი იყო თუ კი გავითვალისწინებთ მის წარწერას ბლოკნოტში, რომელიც 1 თვის წინ გააკეთა და ალბათ ეს განსაკუთრებით გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო. პრინციპში არავისთვის ამ პროცესში თუ კი დავაკვირდებით მიმდინარე სხდომებს და იქედან შემდგომ გამოტანილ ამბებს. თუმცა მე თქვენი დაკვირვება მინდა მოვისმინო, რას ფიქრობთ ქალბატონ მარიზი? სად ხედავთ განსაკუთრებულ უსამართლობას? ჩვენ ახლა გვიწევს ბოლო პერიოდში რაღაც მოყოლით გავიგოთ ამბები, ჩანაწერები, სხვათა შორის ნანუკა ქაჯაია მუშაობს მოგეხსენებათ ამ თემებზე და რაღაცას რომ ვეკითხებით, აი მიწერია ბლოკნოტში, ანუ ისიც კალმით იწერს და ასე გამოაქვს ამბები. ასე ვიგებთ სასამართლოს სხდომებს. ხშირად ესწრებით ხოლმე ამ პროცესებს. სად ხედავთ უსამართლობას და დღევანდელი გადაწყვეტილება თქვენთვის რისი მანიშნებელია? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. ნანუკას შევპირდი, რომ ჩვენთანაც არ უშვებენ შიგნით თქვა დაიწერენ, მაგრამ როგორც კი ჩვენი პროცესები დამთავრდება, გამოვიქცევი მეთქი დამხვდე გარეთ. პირველი შენ მეთქი სულ ჩვენთან არის. რა თქმა უნდა, მადლობა იმისათვის, რომ სულ ჩვენ გვერდში დგეხართ. გამოვიტანთ ამბებს ჩვენ ძალიან კარგად, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს იქ არ უშვებენ, ჩვენ ძალიან კარგად დავიმახსოვრებთ ყველაფერს. გამოსავალს ხედავ მეთქი, ვერ დავინახავ გამოსავალს, იმიტომ რომ აქ იყო მათე დევიძე, რომელმაც შეგვაჩვია. იყო გიორგი მინდაძე, რომელმაც შეგვაჩვია და დღეს კიდე იყო საბა ჯიქია, რომელთანაც დავინახეთ. სხვათა შორის საბა ჯიქიას განაჩენი გამოიტანა ჩვენმა მოსამართლემ, თამარ ჭედლიშვილმა, იმიტომ რომ ის არის ჩვენი მოსამართლეც და რაღაც აი დაძაბული როზი ხარ და ფიქრობ, რომ აი რაღაცა თო კეთილი განწყობილი ვართ ამ ქალის მიმართ ჩვენ, იმიტომ რომ რაღაცა პატიმრებიც ესე არიან, არ არის ისეთი აი გალუსტაშვილივით დახატული რო დევს სკამზე რა, სურათი გეგონება. და რაღაცა იმედი მქონდა, რომ აბა რას იზამს ახლა პირველი განაჩენი იყო, რაც ამ საქმეში ვართ და რა ვიცი, ეტყობა ესე წერია თეთრ ფურცელზე შავი ასოებით, 4 წელი და 6 თვე, 5 წელი. ეხლა მეც უკვე ვფიქრობ, რომ ჩემ შვილსაც 4 წელი და 6 თვე. ალბათ ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ თითქოს ერთნაირად, ყველამ ერთნაირად დააშავა თურმე. ამიტომ არავის არაფერი არ დაუშავებია იქ. ეს იყო პროტესტი. რატო ის პოლიციელები არ არიან დასჯილები, რომლებიც ცხვირპრის ამტვრევდნენ ამ ბავშვებს? ისინი არსად არ ჩანან. ამიტომ იხლართებიან ეს მოწმეები ტყუილებში და ჩვენ ვზივართ და ვისმენთ ამ ტყუილებს, უკვე აღარც ვისმენთ ალბათ. ჩვენ შვილებს ატყობდეთ კეთილ განწყობას, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც ხო, არა, ვერ ვიტყვი ნამდვილად იმას, რასაც ვატყობ და რითაც მადლობელი ვარ მე დედა, რომელიც შევდივარ პროცესი არ ვარ დაძაბული, იმიტომ რომ შეიძლება გავიცინო კიდეც და რა თქმა უნდა შენიშვნას გვაძლევს. მაგრამ მაინც ვართ კეთილი განწყობილები ამ ქალის მიმართ, რა ვქნათ ახლა გამოიტანს განაჩენს, ალბათ მაგასაც ზევიდან ვიღაცა რაღაცას უბძანებს, ესე ვფიქრობთ. თავიანთ თვითონ ვერ იღებს გადაწყვეტილებას ვერც ერთი. მაგრამ ამით ვარ კმაყოფილი, მე ამით ვარ კმაყოფილი, რომ რაღაცა მაძლევს ჩემ შვილთან აი გაუცინო თქვა სიტყვაზე ხელით რაღაცა ვანიშნო, ეგ არის. ცოტა ადრე შემოდიანეს. საინტერესოა მშობლის ასეთი განწყობა, რომ ხო, ჩვენთვის არის, იმიტომ რომ დაძაბული არ ვარ. გაქვთ წინასწარ განწყობა რა იქნება გადაწყვეტილება, მაგრამ თქვენთვის ახლა მნიშვნელოვანი არის რაღაც ტიპის კომუნიკაციის შესაძლებლობა გქონდეთ თქვენ. მნიშვნელოვანია, იმიტომ აი ელემენტარული იყო თქვა თორნიკეს დაბადების დღე, თვითონ პირველმა მიულოცა, როცა გაიგო რომ დაბადების დღეა და დილით მეულოცავთ, იყო ზიადის დაბადების დღე მიულოცა მან. დღეს კიდე იმის კაძელაშვილის ბავშვის დაბადების დღე იყო და მიულოცა თამარმა რომ მეც გილოცავთ. ხო, თორნიკემ აღნიშნა ეს რომ დილით რო შემოვიდე და პირველი მომილოცა მოსამართლემ, რომ გილოცავ დაბადების დღეს და გამიკვირდაო, მაგრამ ესე ამოვნა რა თქმა უნდა და რა ვიცი გალუსტაშვილი თუ ამას აკეთებს არ ვიცი ახლა და კიდე სხვები არ ვიცი მე. შეიძლება ასეთი მინიმალური რაღაც გახარებდეთ? ხო, ხო. ამითაც კმაყოფილდებოდეთ? იმიტომ რომ მშობლები ვართ ჩვენ და როცა გაძლევს რა ის შვილს თუ გინაც ხელით რაღაცა ანიშნო და ისა, რა თქმა უნდა მკაცრიც არის.
იმ რაღაცეებში. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. დღეს ვისაც ეხებოდა საქმე იმის შესახებ არსებობს ვიდეო მასალა, რომლის მანიპულაციურად გავრცელება მოხდა. საქმეში არ არის საუბარი, მე დასაწყისშიც ვახსენე, გადაცემის არ არის საუბარი დანაზე, თუმცა ვრცელდება სამთავრობო არხების მიერ ასე, რომ თითქოს ის იყენებდა დანას პოლიციელების წინააღმდეგ. თქვენი აზრით რა ინტერესი აქვს ქართულ ოცნებას, როცა მის მიმართ ასე ლოიალურად განწყობილი მედიები მაქსიმალურად ცდილობენ დისკრედიტაციას, პატიმრებისას. თქვენი საქმეების გაშუქება, მე არ ვიცი, მე მგონი საერთოდ არ ხდება. თქვენი შვილების გაშუქება. მე მახსოვს, როცა თქვენ დაანონსეთ აქცია, ის ამბავიც ისე გაშუქდა, რომ საერთოდ არ ჩანდნენ, არ ფიგურირებდნენ პატიმრების მშობლები. ოცნების ინტერესი ამ პროცესში რა არის? თუ კი გავითვალისწინებთ ასევე ბოლოს ჩატარებულ კვლევას, როცა მის მომხრეებსაც აქვს სურვილი, რომ გათავისუფლდნენ, იმიტომ რომ ალბათ ისინიც ხედავენ, რომ ეს ადამიანები არიან პროტესტის გამო დაკავებულები. მოგესალმებით, თქვენს მაყურებელს მივესალმები. რეალურად რაც დღეს პროპაგანდისტულმა არხებმა გააკეთა, დაამონტაჟა და საზოგადოებას წარუდგინა ეგრეთ წოდებული ქარდები თითქოს დანით თავს დაესხა ეს ბავშვი პოლიციელს, ეს არის არ ვიცი გულის ამრევი სიბინძურეა, რაც შეიძლება იკადროს ტელევიზიამ და იმ ტელევიზიაში დასაქმებულმა ადამიანებმა. რეალურად აშკარად რო იყო დამონტაჟებული, ამასე საერთოდ საკამათოც არ არის და იქ ჩანს ხომ ვიდეოში როგორ თანამებრძოლი როგორ ყავს გედედეს გაფენილი ქვეშ და რომ არ მიშველებოდა ეს ახალგაზრდა შეიძლება შემოკვდომოდაც კიდეც რა არ გვაქვს მაგალითები და არ ვიცით რა დღეში ჩააგდეს მიტინგის მონაწილეები, ხო? და ჯერ ისეთ ადამიანს რა უთხარი, ისეთ კაცს, რომელიც განსაცდელში ჩავარდნით თავის თანამებრძოლს მიატოვებს და გაიქცევა. მე პირადად ჩემთვის ერთი ასად გაიზარდა მისი ადამიანური საქციელის გამო, მისი ავტორიტეტი ჩემს თვალში. ამავდროულად აშკარად ჩანს, რომ არანაირი დანა და იარაღი არ არის იქ და მსგავსი არაფერი არ არის პირიქით. როგორც კი მიეშველა თავის თანამებრძოლს იმ წუთში გამობრუნდა და მერე თავს უშველა. ანუ რატომ აკეთებს ამას ოცნება? ნახეთ, მე ასე ვფიქრობ, რომ ზუსტად ის კვლევები რაც ჩატარდა, ყველამ ნახა, რომ ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდები არც არასდროს ადრე კრიმინალთან ქონიათ შეხება, არც ეხლა ჩაუდენიათ რაიმე კრიმინალური დანაშაული. შესაბამისად, მათი ავტორიტეტი და იმიჯი საზოგადოებაში აბსოლუტურად განსხვავებული იყო რეალურად კრიმინალური ადამიანების ავტორიტეტისაგან, ხო? ნათლად ჩანდა, რომ ძალიან ისეთი კეთილგანწყობილი იყო საზოგადოება და არა მარტო ოპოზიციური საზოგადოება, არამედ ოცნების მომხრეთაც, იმიტომ რომ არ ვიცი ახლა ჩანს ხომ როგორი ადამიანები არიან, როგორ აზროვნებენ, როგორი განათლებულები არიან, როგორ წერილებს ავრცელებენ საზოგადოებისადმი მიმართვებს, თორნიკე ლექსებს წერს, ვიადი ძალიან კარგ მიმართვებს საპატიმროდანაც ავლენენ. საპატიმროდანაც გავლენას ახდენენ საზოგადოებას და ეუბნებიან, რომ აქ ზიან არა კრიმინალები, არამედ რეალურად საზოგადოების ძალიან წესიერი, პატიოსანი, განათლებული, ერუდირებული თაობა. აი ამ გამოკვლევების მერე ძალიან არ მოეწონა ოცნებას, რომ ვერ დაარწმუნა მისი ამომრჩეველიც კი, რომ გამოკეტილი ყავს ბანდიტები, ვერ დაარწმუნა, რომ ბანდიტები ყავს გამოკეტილი და არა ინტელიგენტი, ჭკვიანი, განათლებული სტუდენტები. აი ეს არის ზუსტად, რომ მაქსიმალურად თავიანთი პროპაგანდისტული არხებით მაქსიმალურად ცდილობენ ყველა სიბინძურე დააბრალონ ამ ადამიანებს და ყველაფერი მოუგონონ. მინდაძესთან დაკავშირებით ვსაუბრობდი, საგან იმდენი რაღაცები აქვთ ჩამოთვლილი, არ ვიცი მე 13 წლის ძალადობაზე, მერე ორჯერ ქურდობა უწერია, მერე ნარკოტიკები რო შეაჯამო ამ 21 წლისთვის, რომელიც ამავდროულად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, ის დანაშაულებები რაც ჩამოწერეს, დააბრალეს და გაავრცელეს, უბრალოდ რო ჩამოწერო ერთი 30 წელი ციხეში, ეს ბიჭი გარეთ არ უნდა იყოს, რეალურად ახლა უნდა იყოს ციხეში, ხო? თუ მართლა ეს ყველაფერი ჩადენილი აქვს, მაგრამ 12 წლის ამ პროცესებას აჩვენა კიდეც, რომ შესაძლოა
მაქსიმალური დისკრედიტაცია იყო ქართული ოცნების მიზანი, თუმცა როცა მოწმე პოლიციელები სრულად აცდენილად საუბრობენ მათ საქმეზე, როცა ვერ ცნობენ მათ ვინც დააკავეს და ასე შემდეგ, ეს ამბები ბუნებრივია ვრცელდება და რაც უნდა არ გააშუქონ ეს ამაზე. და ბოლოს ზუსტად ის იყო რომ დომა ექნებათ მათ ამომრჩეველად. თუმცა ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. აი თუნდაც ამ კვლევებზე დაყრდნობით, თუ კი ქართული ოცნება ხედავს რომ მეტი რესურსია ჩასადები საკუთარი ამომრჩევლის დასაკმაყოფილებლად, ხომ? შეიძლება პროცესები სულ სხვაგვარად განვითარდეს. არა პატიმრობა ყველა პატიმარს, არამედ პირიქით თავისუფლება. შეიძლება არა ასეთ სცენარს არ ხედავთ? გამორიცხულია მსგავსი რაღაცას ოცნება არ გააკეთებს. ნახე როგორ უყურებენ ისინი მოვლენებს. როგორც კი შეამჩნეს რომ საზოგადოებაზე ვერ დააჯერეს რომ ესენი კრიმინალები არიან, დაიწყეს სასამართლოების დახურვა. ანუ ამ ბავშვებს არავინ არ იცნობდა. სასამართლოებზე გახდა ცნობილი მათი ჭკუაც, გონებაც, ერუდიციაც, სისხარტეც, ადამიანობაც და ასე შემდეგ. სასამართლოებიდან გამოტანილმა ამბებმა საზოგადოება აღაფრთოვანა, მე ასე ვიტყვი პირდაპირ და მისი ამომრჩეველმაც კითხვა რომ არა მართლა არ არიან ესენი, ეს ახალგაზრდები არიან რეალურად კარგი ადამიანები და კანონმოჩილი და წესიერი ადამიანები. გარემოებამ გამოიწვია და სამშობლოს სადმი პატრიოტულმა და დიდმა სიყვარულმა გამოიწვია რომ ქვეყანა ევროპის რელსებს აცდა და როგორც ამბობენ რომ აი განვითარებულმა მოვლენებმა და რაღაც პრობლემებმა მანდატურებთან ამის გამო დავხურეთო ეს ყველა პერიოდი გამოვიყვან და არანაირად არ არის კავშირში პირდაპირ მნიშვნელობით თვითონ პატიმრების ავტორიტეტი მოიმატა პატიმრებმა ციხიდან დაარწმუნა საზოგადოება გარეთ ისევ ოცნების მხარდამჭერი საზოგადოება რომ რეალურად მართლა წესიერი ადამიანები დააპატიმრეს და აი ამ ბრძოლაში არიან ეხლა და თუ დავაკვირდებით მათ აქციას ისინი არასდროს უკან არ იხევენ. ეხლა განსაკუთრებით გაჯიუტებული არიან და ცდილობენ მაქსიმალურად, აი როგორც კი იგრძნეს რომ სხვაგან არიან და ავტორიტეტს ვერაფერი ვერ უკნეს, უკვე დაბრალება, ღია დაბრალება დაიწყეს და კარტები გაავრცელეს და ტელევიზიას ანუ თლიანობაში მაინც მივლენ იმაზე რომ თავის ამომრჩეველს ეთქვიან რომ თქვენ შეიძლება არასწორად მიხვდით და კარგად ვერ აგიხსენით რომ ბანტები არიან, მაგრამ აი სასამართლომ გამოიკვლია დაადგინა და განაჩენი დააყენა რეალურად მართლა ბანდიტები არიან და ესენი წავლენ ციხეში. კი ბატონო. და ამას გააკეთებენ ამ მოსამართლეებით, იმიტომ რომ ქალბატონებს, დედებს უჩნდებათ რაღაც სენტიმენტები და მოლოდინები მოსამართლის მიმართ. გარკვეულ ადამიანური გამოვლინებები ნამდვილად აქვს ჩვენს მოსამართლეს, რაღაც უმნიშვნელო რაღაცებზე ყურადღებას არ აქცევს და გულის მოგების თვალსაზრისით რეალურად ეთყობა თვითონაც დედაა და გარკვეულწილად იცის როგორ ემოციურად იმუშაოს. მე ჩემზე რეალურად არ ახდენს არაფერი გავლენას, სულ ვიცი რომ რასაც ფურცელზე დაუწერენ, კი არა, უკვე დაუწერენ, იმ განაჩენს გამოიტანს და აუცილებლად თუ ესეთი სტანდარტი დაინერგა 4 და 6 წელი იქნება იმათზე, ვინც 4 და 6 თვე იქნება მათზე, ვინც 4-დან 6 წლამდე პატიმრობის მუხლით არის და 6-დან 9 წლამდე ვინც არიან ზვიადი და კარზელაშვილი და კასრაძე, თუ ამ სტანდარტით ვიმსჯელებთ 6.5 უნდა იყოს მაშინ და თუ იმ გზით წავიდნენ რომ აი ორგანიზატორები არიან და მაქსიმალურად უფრო თავსაჯოთ და საზოგადოებას უთხრათ რომ ორგანიზატორებს ცოტა სხვანაირად მკაცრად ვჭით, შეიძლება 9-ს მიუსაჯონ გამორიცხული არ არის. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს? ამ ტიპის მოლოდინი გაქვთ თუ შეიძლება სულ სხვაგვარად განვითარდეს მოვლენები სამომავლოდ? ან როგორ გესახებათ ზოგადად შვილების? არა, აღარ მისახება სხვანაირად დღეს რომ მაშინ ალბათონ თამარს ცოტა 3 წელი მაინც მიეცა, მერე უფრო იმედი მექნებოდა. რა გაძლევთ იმედს? კი არა, შეიძლება იმედი არ გაქვთ, მაგრამ რაღაც მხნეობას. თვითონ პატიმრები. აი პატიმრები და ერთმანეთს. დღეს მაგალითად ნარგიზი მეუნეოდა ზვიადის დედა რომ არ გავიგო მე მithumetes არ ვტირი ვარ, მაგრამ არც ნარგიზი ეგეთი სახლში შეიძლება მართლა ვტირი ვარ. არ გავიგო შენი ტირილი. მე მეთქი ვამბობ აქ დარბაზში არსად არაფერს არ ვიტყვი, ის სულ ჩქარჩქარა უნდა გავიქცე და გავარდე ჭიშკარში კარებში მეთქი რომ სასამართლოს კარებში რომ იქ თქვა მერე უცბად ვიყვი რომ რაღაცა ვქნა რომ იქ არ დავიწყო ყვირილი მეთქი. ახლა დედა ვარ და არავის არ გაუკვირდება, ვერ წარმოვიდგენ ახლა განაჩენს ვითომ, მაგრამ აგე წარმოიდგინეს და ეგ იყო და მიგვაჩვიეს ამ ბიჭებმა, აი პატარა ბიჭმა 19 წლის ამ დღეს
როგორი სიტყვები თქვა, რომ მე ვიცი დიდხანს მომიწევს ციხეში ყოფნა, მაგრამ გავიცანი საუკეთესო ადამიანებიო. ჩემიც იგივე სიძახის, ზვიადიც იგივე სიძახის, რომ ალბათ თორნიკე ამბობს, ასე იყო საჭირო უფალს ასე უნდოდა, რომ მე ესეთი კარგი ადამიანები გამეცნო. ჩვენც იგივეს ვამბობთ, იმდენი მეგობარი შევიძინეთ და ოცნება ყველა ოცნებობს. მე მგონი ოცნება ფიქრობს, რომ ესენი დედები მაინც დაგვეჭირან შვილების დაჭერას, იმიტომ რომ მან ჩვენი სახით გარეთ დატოვა ძალიან ძლიერი ხალხი. ჩვენი შვილები დაიჭირეს, მაგრამ ჩვენ არაფრით არ შევწყვეტ ბრძოლას და ეს იქნება 4 წელი და 6 თვე თუ ეკნება ჩემს შვილს 4 წელი და 6 თვე მე ვიყვირებ ქუჩაში. და აუცილებლად ეს პროტესტი არ დაიშლება. ეს პროტესტი იმიტომ არ დღეს ქუჩაში, რომ ეს არის ამ ბიჭებმა დააჯერეს საზოგადოება, რომ მათ უნდა იბრძოლონ ამ პატიოსანი ბიჭებისთვის და გოგუებისთვის და ყველასთვის, იმიტომ რომ სხვადასხვა აი გოგუებიც არიან. ვიბრძვით, ხო წარმოგიდგენიათ რუსებისთვინაც, უკრაინელებისთვინაც, აზერბაიჯანელებისთვინაც. აი ხო სხვადასხვა ნაცია ზის იქ. ჩვენ ყველა მე, დედა და ყველა დედა, ყველა მამა, ყველა და ძმა ვიბრძვით იმ რუსებისთვინაც კი. იმიტომ რომ ისინი ყველა არიან ივანიშვილის ტყვეები და ამიტომ კი ბატონო და ბოლოს მითხარით ხვალინდელ ღონისძიებაზე 20 ივლისს გიწევთ გაზეთის თავისუფლების ხმა ციხიდან პრეზენტაციაზე. რა ხდება ხვალ პარლამენტთან არის ეს ღონისძიება რუსთაველზე? ხო, ახალი გაზეთი გამოვიდა და იმის პრეზენტაცია იქნება, იმიტომ რომ ციხიდან ბავშვები ხო ყველა წერს, ბავშვები არა მარტო ბავშვებს ვეძახით და არ მოწონს თქონე იმად რომ ბავშვებს რო ვიძახით ჩვენ დედები ვართ. ტერმინი ახალგაზრდები. ხო, მამები ვართ და დედები და მაინც ასე უხმაროთ ამ სიტყვას. თან 21 წლამდე არიან ჯერ და სულ ყოფილად სრულწლოვნები არ არიან. ისინი ხო წერილებს წერენ და გზავნიან და ამ გაზეთში იქნება უკვე ჩვენი წერილებიც მშობლების და ყველაზე საინტერესოა ისე მიხარია ეხლა რომ რაც დავწერებ თქვათ მე იმათმა კიდევ უფრო ალბათ შეალამაზეს და ამიტომ კარგია მაგით და მე ჩვენ დავდივართ ვარიგებთ ამ გაზეთებს ნახავთ ძალიან ემოციური იყო ჩემთვის კადრი როცა ნახეთ თქვენ ძალიან აეწყეს სამართლები და ადამიანები ვართ და ვიღლებით ადამიანურად და მაგრამ აუცილებლად ბათუმში უნდა წავიდეთ როცა მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესი იქნება და მის მხარდასაჭერად მე ვთქვი რომ მე არ დავესწრები თორნიკეს პროცესს მითხრა თორნიკემ თუ ეგრეა დედა მირჩევნია იქ წახვიდე და მხარი დაუჭიროთ ამაღლობელსო და მე აქ სხვა მოვაჩემთანო და აუცილებლად წავალთ ბათუმში აუცილებლად ვფიქრობ რომ წავიდე იმ ჩემ რაიონში ჭიათურაში მგონი გონს მოეგენ ის ჭიათურლები მანემდი იმას არ ებრძოდნენ და ახლა ებრძო ხო გონს მე მათ უთხარი რომ თქვენ თუ არ იბრძოლებთ ჩვენთან ერთად ჩემი შვილის ხარჯზე მე თქვენ შვილებს არ გავანთავისუფლებ იმიტომ რომ ჩვენები სამშობლოს სიყვარულისთვის დააპატიმროს და ისინი ხელფასებს ითხოვენ იქ კი ბატონო, უღრმესი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. კი ბატონო, დავამატებ გაზეთთან დაკავშირებით ვიტყვი, ძალიან კარგი გაზეთია. წერილების ავრცელებს ციხიდან გამოგზავნილი და რეალურად საზოგადოებას ჩანს როგორი ჭკვიანი ბიჭები არიან, როგორ წერილებს წერენ. ამ ნომერში ჩვენი წერილები განთავსდება უკვე ოჯახის წევრების და ფაქტობრივად ორი გაზეთი გამოდის, რომელიც რეალურად პატიმრებისა და პატიმრების ოჯახის წევრების მდგომარეობას ასახავს და ესე ხელდახელ ვაწვდით საზოგადოებას. ერთი არის ეს გაზეთი, მეორე არის ზვიადის მიერ გამოცემული გაზეთი საკანი 101, რომელიც შემდგომ კვირაში გამოვა მესამე ნომერი აუცილებლად. იქაც იქნება წერილები პატიმრების და ძალიან საინტერესო ნომერი იქნება. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან კარგი საშუალებაა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრმა ბაზრებში, ავტოსადგურებში, მეტროსადგურებში, ცენტრებში, სავაჭრო ცენტრებში რეალურად არა აქვთ ინფორმაცია რა ხდება და კიდევ უფრო მეტად რო ჩაკეტეს, კიდევ უფრო მეტად აღარ ექნებათ. ამიტომ პირდაპირ უნდა მიუტანოთ ეს ინფორმაცია და ჩავაბაროთ, რომ საზოგადოებასთვის ცნობილი იყოს რეალურად რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. იმედი ტელევიზია გონს მოეგოს ჯობია. მადლობა, მარგა კობახიძეს. მადლობა თქვენ. რაღაცა დანით დადოს იქ ისა ვიდეო. მადლობა.